ჩვენი ევროტურის მეორე ქვეყანა საბერძნეთია, კერძოდ სალონიკი. საზღვარი უპრობლემოდ გადავკვეთეთ, ბავშვებსაც დასჭირდათ პასპორტ კონტროლის გავლა. 5 ფასიანი გზა გავიარეთ, სადაც ჯამში 13 ევრო გადავიხადეთ. საბერძნეთში საწვავი საკმაოდ ძვირია, ამიტომ გირჩევთ თურქეთის საზღვრამდე ჩაასხათ საწვავი. სალონიკისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ყურადღება ვენახებმა და ზეთისხილის ბაღებმა მიიქცია. რა თქმა უნდა, გადავხვდეთ გზიდან და საოცარ კურორტზე მოხვდით, სადაც ზღაპრული წყალი, უამრავი ხალხი და დამსვენებელი იყო. ეს იყო კურორტი ნია პერამოსი. შემდეგ კი გავაგრძელეთ გზა სალონიკისკენ, სადაც ძალიან გვიან ჩავედით. საკმაოდ გვიან მივედით იმ ლოკაციაზე, რომელიც წინასწარ დაჯავშნილი მქონდა. ეს იყო პატარა ვილა, ერთი ოთახით, ძალიან ლამაზი ეზოთი, რომელშიც გადავიხადეთ ერთ ღამეში 167 ლარი 4 ადამიანზე. საკმაოდ სუფთა და მოწესრიგებული დამხვდა. აუცილებლად გირჩევთ ამ ვილას, ვილა აგორას. დილა ძალიან კარგად დაიწყო, შესანიშნავი ამინდი იყო და დავიწყეთ რა თქმა უნდა სალონიკის მონახულება. ლამაზი ქუჩები იყო, მაგრამ საკმაოდ დაზიანებული, რადგან მანქანამ პატარა კენჭი აისხლიტა, ჩვენს მინას მოხვდა და მინა გაგვებზარა. საკმაოდ კარგი კერძები აქვთ, მაგრამ განსაკუთრებით მაინტერესებდა მათი ტრადიციული კერძი გირო, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც საქართველოში აკეთებენ. მოვინახულოთ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. ჩვენ ვიყოფებით სალონიკში თეთრ კოშკთან. ის 1525 წელს აიგო და თავიდან დიდი კედლებით იყო გარშემორტყმული, რადგან ოტომანების ოკუპაციის პერიოდში ციხეს წარმოადგენდა. აქ ბევრი პატიმარი აწამეს, ამიტომაც კოშკს სისხლის კოშკი და წითელი კოშკი უწოდეს. სახელწოდება თეთრი კოშკი 1890 წელს მიიღო. სალონიკის სანაპიროებით მე პირადად ვერ აღვთოვანდი და ამიტომ დავიწყეთ ქალაქის დათვალიერება. სალონიკში რამდენიმე ადრექრისტიანული ძეგლია, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ხელოვნებასა და არქიტექტურის განვითარებაში. 1430 წელს ოსმალეთის იმპერიამ აიღო სალონიკი და რამდენიმე ძეგლი გადაკეთდა მეჩეთად. 1988 წელს სალონიკის 15 ძეგლი შეიყვანეს იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. სალონიკში 320,000 ადამიანი ცხოვრობს. მათი რელიგია ძირითადი ნაწილი მართლმადიდებლური ქრისტიანები არიან. ოფიციალური ენა არის ბერძნული და მათი ვალუტა არის ევრო. შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით თუ როგორ ვიმოგზაუროთ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.